Ანახეთ, რა დონემდე იყო წყალი. ასეთ სიმაღლეზე წყალი რო არის, ის ტექნიკას რას უზამს? სტიქიას ებრძვიან დასავლეთ საქართველოში. ორდღიანმა გადაუდებელმა წვიმამ დატბორა სამეგრელოს მუნიციპალიტეტები. განსაკუთრებით რთული ვითარება წალენჯიხაშია, სადაც წყლით დაიფარა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და საკარმიდამო ნაკვეთები. განადგურებულია ტექნიკა და ავეჯი. ადგილობრივები ზამთრის მარაგის გარეშე დარჩნენ. მთელი ღამის განმავლობაში ვითარება იმდენად რთული იყო, რამდენიმე ოჯახიდან ხალხის ევაკუაციაც გახდა საჭირო. აგერა ვაშლები როგორ ზამთრისთვის ნაყიდი მარაგი როგორ წყალს მიაქვს. ყოველი წვიმის დროს ასე გვემართება, აბსოლუტურად ყოველი წვიმის დროს. ამ ბოლო პერიოდში განსაკუთრებით ვინაიდან ეს გზის პროექტი არის არასწორად დაგეგმილი, მთელი ჭველეს ნაწრეთი წყალი ჩამოდის ქვევით და ამას გაბიონმა ვერ გაუძლო. წამოიღო მთელი ზედა ჭველეს ქვაღორღი, შემოგვივარდა ოთახებში, დამიზიანდა ავეჯი, დამიზიანდა ტექნიკა. მაცივარი წყლით იყო სავსე. გამოვწმინდი ახლა, მაგრამ არ ამგონია, რომ საღი და ცოცხალი იყოს. მიზეზად ადგილობრივები ჯერ კიდევ 5 წლის წინ არასწორად შექმნილ გზის პროექტს ასახელებენ, რომლის მიხედვითაც ინჟინრებმა მდინარეს მიმართულება ისე შეუცვალეს, რომ ყოველი ძლიერი წვიმის დროს დიდდება, ჯებირები ვერ უმკლავდება და გარშემო ტერიტორია სრულად წყლით იფარება. ჩვენ რამდენჯერ ვთხოვეთ პროექტის მთავარ ინჟინერს პროექტის ხელმძღვანელებს რომ ხაზავდნენ ახალგაზრდა ბიჭები იყვნენ, არ მოგვისმიან რა. ჩვენ გავაკეთებთ რას როგორ საჭირო არის ისე, მაგრამ არ გამოვიდა ისე. წყალი გამოუშვეს დაბლა. დაბლა წამოვიდა წყალი, ჩააგდო ეს ხიდე. ხიდე კი არა ჩვენ წაგვიყოს ჩვენ გვიღებს რამდენი ქვები ყრია. ჯებირი კი რას არ უნდა გავუკეთო. ის წყალი თუ არ გადავარდა იმ ხარეს. ჯებირი არაფერს არ შველის ამასმაო. ადიდებულმა მდინარემ მოძრაობაში აფერხა ცენტრალურ და შიდა გზებზე. დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზებიც. მოსახლეობას მთელი ღამის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდა. წალენჯიხის მერია გაწმენდით სამუშაოებს მთელი დღისა და ღამის განმავლობაში აქტიურად აწარმოებდა. ადგილზე მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა მუშაობდა. ამას ყველაფერს შევაჯამებთ, რაზარალი დადგა მუნიციპალიტეტში, ხედავთ რომ სახნავს ათესი მინდვრები მთლიანად არის დატბორილი, პრაქტიკულად მოსახლეობა დარჩენილი არის შემოსავლის გარეშე და რა თქმა უნდა ამას ყველაფერს აღწერთ და ცენტრალური ხელისუფლება უნდა დაეხმაროს ამ ხალხს, იმიტომ რომ მათ ძალიან მძიმე ღამე გადაიტანეს. ძლიერი წვიმებისა და შტორმის შემდეგ სოციალურ ქსელში ვრცელდება უკიდურესად დაბინძურებული შავი ზღვის კადრებიც. ვიდეო მასალაში კარგად ჩანს, რომ ზღვა ტალახისფერია. გაუმჭვირვალობის ხარისხმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია. სპეციალისტები განმარტავენ, რომ ეს მხოლოდ ძლიერი წვიმის შედეგი არ არის. დაბინძურების ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ქვიშახრეშის უკანონო და მასობრივ მოპოვებას ასახელებენ. ზღვაში სინგურივის მაჩვენებელი იყო ძალიან მაღალი. 500 NTU-ზე ზევით უკვე არის ლეთალური, ანუ სასიკვდილო ლიტორალური ცენოზების მთელი რიგი წარმომადგენლებისთვის. ანუ ჩვენ საქართველოს შემთხვევაში ვსაუბრობთ 2560-ზე, ხო? ანუ ჯერადად უფრო მაღალია, 50 ჯერ უფრო მაღალია. მდინარეები, რომლებიც კვებავს ზღვას და ეს მთელი ჩამონადენი იყო, რა თქმა უნდა, მდინარისეული, მდინარეებში არის სერიოზული ეკოლოგიური პრობლემები, უპირველეს ყოვლისა ქვიშახრეშის გაუგონარი და გაუაზრებელი მოპოვების გამო. გადაუღებელმა წვიმამ ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა ფოთშიც. სტიქიის ზონაში მთელი დღის განმავლობაში ზარალს ითვლიან.